მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. დღის ყველა თემას, რომელსაც დღეს ყურადღებას დავუთმოთ, BMT-ის გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. აქციზი გახურებულ თამბაქოზეც იზრდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით 2026 წლის 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთი გახურებული თამბაქოს პროდუქტებზეც, ეგრეთ წოდებულ აიქოზეც გაიზრდება. პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა დღეს წარადგინა. აქამდე კანონპროექტი ამ ნაწარმის საქონელზე კოლოფზე ლარდა 85 თეთრის აქციის ითვალისწინებდა, რაც 2 ლარსა და 70 თეთრამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან ამ საქონელზე ადვალური აქციზის განაკვეთი აქამდე არსებული 30%-დან 20%-მდე შემცირდება. გასულ კვირაში ქართული ოცნების დეპუტატებმა დაარეგისტრირეს აქციზის გადასახადში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ამჟამად არსებული ლარი და 90-დან 2 ლარსა და 75 თეთრამდე გაიზრდება. ამასთან ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ლარი და 90 თეთრიდან ლარსა და 30 თეთრამდე შემცირდება, რაც გავრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა. აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელით, 18,1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო. მთლიანობაში 2024 წელს მთავრობამ ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარი მიიღო, იმპორტირებული სიგარეტიდან კი 1,150 მილიონი ლარი. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო ფიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამის შესახებ გავლენიანმა სააგენტომ საქართველოს უახლეს შეფასებაში მიუთითა, რომლის მიხედვითაც ფიჩმა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. რეიტინგის მამოძრავებელ ფაქტორების ჩამონათვალი იწყება გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობით. გახანგრძლივებულმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება, წერია ფიჩის შეფასებაში. ამავე შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დასალურ სანქციებს ასრულებს, განსაკუთრებით საბანკო სექტორის მეშვეობით. სააგენტოს შეფასებაში მოხვდა Eagle Hills-ის დაანონსებული პროექტებიც. ფიჩი ამ ინვესტიციებს წმინდა პირდაპირ იცხოვარ ინვესტიციებში ითვალისწინებს და ვარაუდობს, რომ 2026-27 წლებში ის საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9% იქნება, თუმცა ეს პანდემიამდელ 10 წლიან საშუალო მაჩვენებელზე 7%-ზე მაინც დაბალია, როგორც აღნიშნავს ფიჩი. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს დაემატა ახალი საკითხი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით სების საბჭოს წევრთა დამატებით სარგოს განსაზღვრავს თავად ეროვნული ბანკი, ნაცვლად პარლამენტისა, რომელიცაც ესუფლებამოსილება 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მიეცა. ცვლილებებში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, აქედან საბჭოს 4 წევრი აღმასრულებელ პოზიციას იკავებს, ესენია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, დანარჩენი წევრები კი არა აღმასრულებელ პოზიციას იკავებენ. ქონებრივი დეკლარაციების თანახმად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური სარგო 359,000 ლარს შეადგენს, ვიცე-პრეზიდენტების წლიური თანამდებობრივი სარგო კი 290,000 ლარია, ხოლო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების წლიური თანამდებობრივი სარგო 120,000 ლარის ფარგლებშია. შეერთებული შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ ვის ფორ ღვინომ ქართულ ღვინოს შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, რომელიც მის ყველა პლატფორმაზე, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სოციალურ მედიაში, საკაბელო ტელეარხ რიჩ TV-სა და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა. სიუჟეტში, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გრძელდება, ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორიასა და თანამედროვე ინდუსტრიასთან ერთად მოთხრობილია საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. სიუჟეტი შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. ვის ფორ ღვინის გადამღები ჯგუფი კი საქართველოში აპრილში იმყოფებოდა. როდესაც ვენს ტანდებოდა საქართველოში, მან გაიცნო ადგილობრივი ღვინის კულტურა, გადაიღო ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ და რითაც ჩვენ გვინდა რომ კომუნიკაცია მოვახდინოთ ჩვენს მომხმარებლებთან. მოვეხსენებათ, V is for Win არის ერთ-ერთი
ძირითადი ბლოგი ამ მიმართულებაში, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თანამედროვე კომუნიკაციის პლატფორმებს, როგორც არის სოციალური ქსელები, YouTube და ასე შემდეგ, 100,000-ობით გამომწერი ყავს ამ გადაცემას, ამ პიროვნებას და შესაბამისად ამ თანამედროვე არხების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წინსვლისთვის, პოპულარიზაციისთვის. საქართველოს სულ შეერთებული შტატების ბაზარზე პრემიალურ და საშუალო საფასო კატეგორიაში მოხდეს, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს. შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინო ეროვნული სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან მარკეტინგული კამპანიებით არის წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საკუთარ ღვინოს აწარმოებენ, იმპორტულ ღვინოსაც დიდი ოდენობით მოიხმარენ, ამ ბაზარზე ქართული ღვინის საშუალო ფასი $6 ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის წელს ქართველი მეღვინეები რამდენიმე გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ თუ წინა წლებში მარკეტინგული კამპანია ორიენტირებული იყო კომერციულ სექტორზე, ახლა აქცენტი ასევე უშუალოდ მომხმარებლებზეც კეთდება. რა პერსპექტივა აქვს ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ამერიკაში და რა არის საჭირო ეფექტიანი მარკეტინგის საწარმოებლად? ქედევან ჰუბერტი, მეღვინეობა თილისმას დაფუძნებელი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი 15:20-20 წუთზე. ისტორიაში პირველად წელს სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისათვის გამოცდა 2026 წელს ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია კი 24 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება. მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდას, რომელთა შედეგების მიხედვით გამოცდას ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ბიზნეს სექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის, აცხადებს გივი მიქანაძე. მისი ინფორმაციით, ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და 4 კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს არის მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის 2 ტესტირება ჩატარდება. პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონებს, მეორე კი B1 და B2 დონებს. დონების დიფერენცირების მიხედვით მოხდება თუ რამდენ ფულას დააგროვებს აპლიკანტი. 2030 წლიდან კი A1, A2, B1 და B2 დონებთან ერთად C1 და C2 დონების განსაზღვრული გამოცდების ჩატარებაც მოხდება. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში 1 საათში უბრუნდებით. დაგვრჩებით.